Daxla ჩვენ შემთხვევის ადგილიდან გარემოს დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილს ჩართავთ პირდაპირ ეთერში. ბატონო ელგუჯა, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხოთ იმ ორი ადამიანის შესახებ, რომელთა შესახებაც არანაირი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე საათი ვერ იწყებოდა სამაშველო ოპერაცია. ახლა ის პირობები, რომელიც ადგილზე აძლევს თუ არა მაშველებს იმის შესაძლებლობას, რომ სრულყოფილად აწარმოებდნენ. ჩემი ბოლო ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყება ამ ინფორმაციას აჯამებს და ბოლო ინფორმაციით შემდეგ თვითონ გააკეთებენ განცხადებას. ჩვენ ერთადერთი ამ გეოლოგიურ ჯგუფს განზვანელობთ, რომლებიც ხეობას ათვალიერებენ, იქ მეტეოსადგურზე უკვე დარჩება ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც გააგრძელებენ დაკვირვებას და მონიტორინგს. პირველადი ინფორმაციით გამოიწვია ეს უხმა ნალექმა, ხეობაში დარჩენილი ეს ღვარცოფული მასა პირველი სტიქიის შედეგად, უხმი ნალექების შედეგად დაიძრა და ჩამოვიდა და დათბორა საავტომობილო გზის მონაკვეთი. რისკების შესახებ თუ არსებობს პირველადი დაშკნა, თქვენ საუბრობთ, რომ ექსპერტთა ჯგუფმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ჰიდროლოგები და მეტეოროლოგები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, გეოლოგებთან ერთად ამდენს ჩვენთვის ცნობილია. რისკების შესახებ თუ დადეს მათ უკვე დასკვნა. პირველადი შეფასება უკვე არის, ერთმა ჯგუფმა დაათვალიერა თვითონ ის ხეობის ნაწილი, სადაც ეს პირველი სტიქიის შედეგად იყო დარჩენილი დალექილი ეს ღვარცოფული მასა. მეორე ჯგუფი ვერტფრენით მოხდა მყინვარზე შეფრენა და დათვალიერება. ყველაზე მთავარი რაც არის, მყინვარზე ახალი კერა არ არის, მყინვარზე ცვლილება არ არსებობს. განმეორების რისკი აღარ არსებობს. განმეორების რისკი აღარ არსებობს თქვენი შეფასებით. რისი რისკი? სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს თუ არა? მათი დასკვნების საფუძველზე. ეს მყინვარზე ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება, ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ მთლიანად რისკი გამოურიცხოთ, მაგრამ ცვლილება, მყინვარის მონიტორინგი ხდება, დაკვირვება, იქ თუ რამე ცვლილება არის, ეს უკვე საფუძველს გვაძლევს, რომ რაღაც გარკვეული ანალიზი გავაკეთოთ და შესაბამისი ზომები არ იყო ეს ყველაფერი, მთლიანად სტიქია გამოწვეული ამ ხეობაში პირველი სტიქიის შედეგად დალექილი ღვარცოფული მასით, რომელმაც სიცხეების შედეგად ეს მასა ვლავის პერიოდი იყო და მე უკვე უხმა ნალექმა უბრალოდ მთლიანად მოწყვიტა და ხეობაში თვითონ რაც იყო დალექილი წამოვიდა ეს ღვარცოფული მასა და დატოვდა ეს გზის ნაწილი. პირველადი შეფასებით დაახლოებით არის 400,000 კუბურ მეტრამდე. ეხლა უბრალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების გეგმა შედგეს. ჩვენი მხრიდან უკვე მეტეოსადგურზე ჩვენი წარმომადგენლები სააქვთ იქ კარავი, სადაც მოხდება ხეობის დაკვირვება და შესწავლა, რომ თუ შესაძლებელი რამე ცვლილება იქნება, შესაბამისად უკვე მოხდება ამ რისკების გადაზღვევა ან დაკეტვა პერიმეტრის, რადგანაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სადამდეც იქნება, მანამდე ჩვენი ჯგუფი იქნება, რაც 24 რეჟიმში დააკვირდება ყველა ცვლილებას. ბატონო ელგუჯა, 17 მაისი იყო პირველი სტიქია, ამის შემდეგ მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ გარკვეული რისკები არსებობდა. რა გააკეთდა 17 მაისიდან დღემდე და შესაძლებელი იყო თუ არა აი ამ მოვლენების თავიდან აცილება? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრულად ეს ბუნებრივი კატასტროფა, რომლის რისკის აცილება შეუძლებელია. ერთადერთი შეიძლება რისკების მართვა იმ კუთხით, რომ მოხდეს წინასწარ რაღაცა თავის გადაზღვევის კუთხით ამ პერიმეტრის დაკეტვა, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თვითონ საფრთხე უბედური შემთხვევების. სხვა რომ მყინვარზე ეს პროცესი რამენაირად გაჩერდეს, ის არ არსებობს, გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ერთადერთი გადაზღვა იქნება, რომ ამ მონაკვეთზე მოხდეს გვირაბის გაყვანა, რომელიც თქვათ ამ საფრთხეს აგვაცილებს. სხვა შემთხვევაში, მყინვარზე ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ეს არის რაღაც პერიოდულობით ყოველთვის მეორდებოდა და ეხლაც უბრალოდ 17 მაისს მოუწია ეს ციკლი, სადაც
ამ გამოვლინებით მოხდა ამ ღვარცოფის ჩამოსვლა, ანუ იმ მყინვარიდან. დიდი მადლობა. გარემოსაცვის მინისტრი ელგუჯა ხოქრიშვილი საუბრობდა ჩვენ კითხვებს ზარიალის ხეობიდან პირდაპირ ეთერში, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას. ჰერმესში ფინანსები